გალაქტიონი ამბობს, გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის, ეს ჩემი სამშობლო მთებია. რა უფლება მაქვს ახლა ყველა დროის მსოფლიო ყველაზე დიდი პოეტის სტრიქონების გადაკეთებისა? არა მაქვს ამის უფლება. მე მართლაც გონია, რომ გალაქტიონი ყველა დროის ყველაზე დიდი პოეტია, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია, ბევრი მეთანხმება, ბევრი არ მეთანხმება, ცხადია, ყველას აქვს თავის სუბიექტური დამოკიდებულება, საერთოდ სიგიჟეა ახლა შეჯიბრება, ხო, პოეტთა შეჯიბრება. გაჯიბრება, ხო, ჩვენ რაღაც სპორტსმენების შეჯიბრებაც კი სისულელეა, სიგიჟეა, მაგრამ მით უფრო პოეტებისა, მით უფრო მწერლებისა, პოეტებისა, ხელოვანებისა, რომელიმე შეგვიძლია თქვათ, რომ მაგალითად ვან გოგი უფრო დიდი იმპრესიონისტია, ვიდრე რაღაც გოგენი პირობითად ლაპარაკობ, ხო, ლეონარდო უფრო დიდია თუ მიკელანჯელო. ყველას თავისი ოლიმპოსთა აქვს ხელოვნებაში და საერთოდ მსოფლიოში. მოკლედ გალაქტიონი კვლავ ვიმეორებ ჩემი მოსაზრებით, მაინც ყველაზე დიდი პოეტია და მისი სტრიქონების გადაკეთების სხვა რედაქციით შემოთავაზების უფლება არ მაქვს. გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის. სხვაგვარად ვიტყვით, თქვენის ნებართვით მაინც მივცევ საკუთარ თავს ამის უფლებას. გინახავთ ფერი იმ ადამიანისა, რომელსაც დაბინდული აქვს გონება. ქლიავის ფერია მათი გონება, მეთქი კავბედავ და ვიტყვი ასე ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. ერთი არის მოქმედი ვითომ პარლამენტის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული შალვა პაპუაშვილი, რომელზეც სუყედ ვილაპარაკებ, ოღონდ შედარებით გვიან და ასევე არის ქალბატონი ტიკარაძე, ხო არ მეშლება გვარი, რომლის სახელიც მე გულახდილად გეტყვით არ მახსოვს. ეს ქალბატონი თუ არ ვცდები, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა ბიძინა ივანიშვილისა, მანამდე ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, ოღონდ ადრეულ წლებში, ხო, მანამდე იყო საჩხერის ბიძინა ივანიშვილის კლინიკის თანამშრომელი დირექტორი, შესაძლოა ექიმი, კონკრეტულად რა მიმართულების ექიმი იყო, არ მახსოვს, არ მინდა მეხსიერება, თუ არ ვღალატავ, შესაძლოა იყო სტომატოლოგი, არ ვაკნინებ, უბრალოდ რასაკვირველია, უამრავ სტომატოლოგს ვიცნობ, უბრალოდ ეს სწრაფად მინისტრასო დასვავენ და არ მახსოვს რა ქვია ქალბატონ ტიკარაძეს მაყვალა, ჟუჟუნა არ ქვია, თამარი, შესაძლოა ნინო, უფრო არა. მოკლედ ქალბატონ ტიკარაძეზე ვსაუბრობ და დავარქვათ ერთს მაყვალა ან ჟუჟუნა ტიკარაძე. ამ ჟუჟუნას, უფრო ზუსტი რომ იყო ქალბატონ ტიკარაძეს, თლად რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ და სხვა სახელით რომ არ მოვიხსენიოთ, უთქვამს შემდეგი რამ. ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, ღარიბაშვილზე საუბრობს, ისიც ერთ-ერთი ქომაგი აღმოჩნდა ყოფილი პრემიერისა, რომელიც 5 წლით წავიდა წესით საპატიმროში, თუმცა ყაველაშვილი ბანდიტი მას ღარიბაშვილს რასაკვირველია შეიწყალებს გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოკლედ ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება ღარიბაშვილთან მიმართებაში, ის ნამდვილად არ ცდება თავის გადაწყვეტილებებში, არასოდეს ბრძანებს ქალბატონი ტიკარაძე. მე არ მახსენდება მსოფლიოს ისტორიაში არც ერთი დიდი, უმაღლესი ან უმაგრესი ხედავთ მთავარსარდალი, პრეზიდენტი, მონარქი, მნიშვნელოვანი პერსონა და ასე შემდეგ, ვინც არ შემცდა, არა ნაპოლეონი შეცდა, არა ერთხელ, მე 19 საუკუნის დასაწყისია სტალინი, თუ მაინც მას უნდა მივტიროდეთ, სტალინი შეცდა, არა ერთხელ, იცით თქვენ ჰიტლერი შეცდა, ბისმარკი შეცდა, რა ვიცი კიდევ ვინ გავიხსენოთ, თემურლენგი შეცდა, ბევრჯერ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქართველი მონარქებიც გაგიკვირდებათ და შეცდნენ, რასაკვირველია შეცდნენ და აი ბიძინა ივანიშვილი კი ასეთი თურმე შეუმცდარია და რომ არ ცდება ისეთი ადამიანია. კიდევ ერთ რამდენიმე პერსონაჟს გავიხსენებ, მაცხოვრის იესო ქრისტეს მოციქულები მინიმუმ 2, ხო, შეცდა, რასაკვირველია, აღარ გავიხსენებ ახლა ისტორიას ან სახარებისეულ ტექსტებს, აღარ გაგაცნობთ თქვენის ნებართვით და ალს ქალბატონ ჟუჟუნა თუ მაყვალა თუ რაც ქვია ქალბატონ ტიკარაძეს გავახსენებ. უბრალოდ ეს არის მონის ხვედრი და ქალბატონ ტიკარაძე ისევე როგორც სხვები, რომლებიც ახლა ღარიბაშვილს იცავენ თითქოს, მაგრამ რეალურად ივანიშვილს იცავენ და სხვას არც არავის, ისინი არიან გადაფსკვნილები ბიძინა ივანიშვილთან და აქვთ ეს მოლოდინი, რომ მოწყალე თვალით გადმოხედავს მათივე დამფუძნებელი თუ საქართველოს დამფუძნებელ მამად წოდებული ბანდიტი ივანიშვილი და ეტყვის, რომ აი ყოჩახ შენ ტიკარაძეს რა ქვია, მაყვალა დავარქვათ, ჟუჟუნა თუ მაყვალა თუ თამარ რა ქვია ტიკარაძეს, ხო არ გახსოვს? მოკლედ რა ქვია?
ეკა ტიკარაძე ხო მაინც გადავამოწმოთ ზოგიდა ხო და რატომ არის ესით რა ეს კიდევ ერთი ხელზე ვიმეოროთ ეს განცხადება მავნე ამით მავნე და კატასტროფული ეკატერინე ტიკარაძე ხო ეკა მაია შუნა მაყვალა ტიკარაძე ამბობს რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებით ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ვინ არის ივანიშვილი ივანიშვილი აკი გითხარით და ეს მადასტურებელია რომ არის არაფორმალი მართველი და ამათეული გაგებით რო არ ცდება ის მართველი. ეხლა ტიკარაძეზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას. იდეაში სულ სხვა თემაზე უნდა ვისაუბრო და მათ შორის აი ვიდეო ბლოგის ბოლოს უნდა ვახსენო უკვე ხსენებული და არსახსენებელი ტიკარაძესთან შედარებით ვითომ ჭკვიანი, მაგრამ ახლა თანამდებობაზე ყოფი პირი ტიკარაძის თანამდებობაზე არ არის და სადაც არის იქ არის, მაგრამ თანამდებობაზე ყოფი პირი ერთ-ერთი მართველი ყოველ შემთხვევაში შალვაია პაპუაშვილი, მაგრამ მანამდე უნდა მივიდეთ. ახლა მე გაგახსენებთ უბრალოდ და გკითხავთ, როგორ გახსოვთ თქვენ როდის აშენდა ბერლინის კედელი 45 წელს სრულდება დიდი სამამულო ომი ან მეორე მსოფლიო ომი დაწყებული 39-ში და თუ ვინმე გონია ბევრ ჩვენგანს შესაძლოა ახლაც ბევრ მაყურებელს შესაძლოა ახლაც გონია რომ ბერლინის კედელი აშენდა მყისიერად მალევე ეგრევე 46-ში მაგალითად 47-ში თუნდაც და ასე შემდეგ ესე ვინმე ვინც ასე ფიქრობს რასაკვირველია ცდება რეალურად ბერლინის კედელი აშენდა 60-იანი წელების დასაწყისში რომ ვიცოდეთ მაინც და კერძოდ 1961 წლის აგვისტოს 13-ში დაიწყო მშენებლობა ბერლინის კედლისა კონკრეტული მიზეზების გამო და გასტანა ამ მშენებლობამ 1975 წლამდე 155 კილომეტრი წარმოიდგინეთ 155 კილომეტრია მისი სიგრძე არის სადღაც მაღალი სადღაც დაბალი ქალაქს ბერლინს ხლობს ორ ნაწილად ეს არის ცივი ომის ერთ-ერთი სიმბოლო ერთ-ერთი და შესაძლოა კი არა ნამდვილად მთავარი სიმბოლო რომ ვიცოდეთ მაინც ის კედელი ინგრევა 1999-მდე არის გამოყენებაში და რეალურად კი ინგრევა 1989 წლის 9 ნოემბერს ამასაც აი დანგრევასაც თავისი წინაპირობები აქვს ახსენებელია რასაკვირველია სხვა გადაწყვეტილებებიც მაგრამ პირველ ყოვლისა ახსენებელია 87 წელს პრეზიდენტ რეიგანის მიერ წარმოთქმული სიტყვა ბრანდენბურგის კარიბჭესთან ვინც დამყოფია ჩვენ გვაქვს იმდა ხო ბერლინის კედლის დამსხვრევები ჩვენც დამყოფია ჩვენც გვაქვს რაღაც პატარა ფრაგმენტი ოჯახში სახლში და ვინც დამყოფია იქ წარმოთქვა ბერლინში ბრანდენბურგის კარიბჭესთან რეიგანმა ისტორიული სიტყვა ამაზეც გავამახვილებ ყურადღებას ან აღარ გავამახვილებ და ბარემ გეტყვით რომ იქ რეიგანმა თქვა 87 წელია გორბაჩოვს მოუწოდა რომ ბატონო გორბაჩოვ დროა დაანგრიოთ ბერლინის კედელი და უკვე შემდგომ 2 წელიწადში აკი ინგრევა კიდეც ეს კედელი იმიტომ რომ პერესტროიკა დაწყებულია 85-ში პერესტროიკამდე მიიყვანა რეიგანმა რომელიც 91 წლის 20 იანვარს შედის ოვალურ კაბინეტში 80 წლის ნოემბერში საოცრად აირჩიეს პრაქტიკულად ყველა ერთის გარდა ყველა შტატში მისცეს მას ხმა 80-ში და 84-ში ის 88 წლის ნოემბრამდე უბრალოდ 89 წლის იანვრის 20-მდეა პრეზიდენტი იცით თქვენ და სწორედ ის არის მთავარ აქტორი საბჭოთა კავშირის და საერთოდ სოცბანაკის დანგრევისა კიდევ სხვა ფაქტორებიც არსებობს ბერლინის კედლის დანგრევის საფუძველი თუმცა მანამდე თუ გნებავთ ვისაუბროთ ისტორიაზე ესე იგი 61 წლის აგვისტოს 13-ში აშენდა დაიწყო მშენებლობა 75 წლამდე გაგრძელდა და ამის მიზეზი იყო ესე იგი ხო ბოდიში ვიტყვი ამასთან ამაზე თქვი ორი სხვა მაგრამ მაინც დავამატებ რომ მაგალითად იყო მეტალის ბადის ღობე იყო ტანკსაწინააღმდეგო გამაგრებები ბერლინის კედელზე იყო თხრილები რასაკვირველია საყარაულო კოშკები იყო დენის კაბელების სწორი სიტყვა ხო მავთულხლართები
და ასე შემდეგ ზოგი რა სიგრძისა და ზოგი იყო გადასასვლელი ხიდები აღმოსავლეთ მანამდე რა ხდებოდა აი ამ 16 წელი გამოდის ხო 16 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ გერმანელები გადადიოდნენ თავისუფლად შედარებით დიდარ დასავლეთ გერმანიაში ანუ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რატომ იყო გერმანიის ფედერაციული ფედერაციული რესპუბლიკა უფრო მდიდარი იმიტომ რომ იქ მაინც ამერიკელების ჩარევით პირველ ყოვლისა დაიწყო აღდგენა დასავლეთ ბერლინისა და დასავლეთ გერმანიის მთლიანად აღდგენა გერმანიის პოსტ-ომის მდგომარეობაში არსებული გერმანიისა და სწრაფადვე მეთქი ასე ვიტყვი ამერიკელების თავოსნობით და მეცადინეობით და დახმარებით გერმანელებმა აღადგინეს ის ნაწილი. იქ გადადიოდა ძალიან ბევრი 300-500,000 კაცი გადადიოდა თუ არ ვცდები დასავლეთ გერმანიაში დღის განმავლობაში ყოველ შესაძლოა ვცდები და ეს ციფრი და ეს რიცხვი დასაზუსტებელია ხო და ალბათ უფრო არ მეშლება არ ვიცი ხო არ მახსოვს და არ გადამიმოწმებია კიდევ ისი თქმა შეიძლება მოკლედ აღმოსავლეთ გერმანია იყო შედარებით ხარები და ასევე რას მნიშვნელოვანია იყო ვარშავის პაქტის წევრი და უკვე შემდგომ პერიოდში ხრუშოვმა გადაძაბა 60-იანი წლების მიწურულს 53-ში მოგვიანებით ხდება ხრუშოვი გენერალური მდივანი სტალინი 53-ში ხდება ხრუშოვი მალევე ხდება ესე იგი გენერალური მდივანი კომუნისტური პარტიისა და 56-ში ისიც თქვენ რომ მარტში რასაც დაატრიალებს საქართველოში რა მოხდება 56-ში აღმოსავლეთ ევროპაში კონკრეტულად უნგრეთში ისიც თქვენ 56-შივე და ასე შემდეგ ხრუშოვი ძლიერდება ვიდრე ამერიკაში ჩადის 59-ში მანამდე ის ძალიან ძაბავს პოცდამის ხელშეკრულების დარღვევაში აადანაშაულებს დასავლეთს ეს რა ეგრა მაგის პასუხია მე ლაგდებიან და აი 61 წელს სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე ერთშვენი ერთ დღეს აგვისტოს თვეში არამშვენი ერთ დღეს ეუბნებიან აღმოსავლეთ გერმანელებს რომ თქვენ ვეღარ გადახვალთ დასავლეთ გერმანიაში და ასე იკეტება ასე ვიტყვი საზღვარი და ასე იყოფა ასე სრულდება გაყოფა სამყაროსი და ცივი ომი ასე გრძელდება ცივი ომი ბარემ ვიტყვი და ბერლინის კედელი და ბროტების იმპერია და ასე შემდეგ ბროტების იმპერიის ტერმინის ავტორი იცით თქვენ რომ რონალდ რეიგანია შეეხება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს ის უკვე აღარ არის პრემიერ-მინისტრი ფულტონში ამერიკის შეერთებულ შტატებში ის წარმოთქვამს გენიალურ სიტყვას რომელშიც პირველად არის ხსედებული რკინის ფარდის შექმნის გარდაუვალობა და აუცილებლობა და ასე შემდეგ აი ამ საზღვრების პირობითობამ ხო პირობითი საზღვრები რეალურ საზღვრებად იქცა რომ ვიცოდეთ მაინც იქ არის ახლა ესე იგი უკვე შემდგომ პერიოდში ასაკურველი ერიკ ჰონეკერიც უნდა ვახსენოთ უკვე დანგრევის პერიოდისთვის თუმცა მანამდე შეგვიძლია ვახსენოთ თქვა რაღაც ადენაუერის მმართველობა და ასე შემდეგ ასევე შეგვიძლია ვახსენოთ ბევრი სხვა ამბავი მეტროსადგურები როგორ გადადიოდნენ როგორ ჩაიკეტა ეს მეტროსადგური ბევრი ამბავია მოკლედ იქ და ასე შემდეგ 80-იან წლებში ესე იგი 87 წელს არ მინდა შემეშალოს და ივნისის თვეში პრეზიდენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი სიტყვა არსებობს ეგ ფულტონის სიტყვა ხო ვახსენე მაგალითად ხო წარმოთქმული ჩერჩილის მიერ ასევე უნდა ვახსენოთ მაგალითად ბუში უფროსის სიტყვა ბევრჯერ მისაუბრია კიევში წარმოთქმული რადაში სადაც ბუშმა უფროსმა მოუწოდა უკრაინელებს ორავითარ შემთხვევაში არ შეუწყოთ ხელი საბჭოთა კავშირის დანგრევას რეიგანს კი ესეთი სიტყვები ბევრი აქვს რეიგანსაც ჩერჩილსაც პრინციპში რატომ არ უნდა ვახსენოთ მეორეჯერ ერთ-ერთი არის სწორედ ბრანდენბურგის წარიბჭესთან წარმოთქმული სიტყვა ეს არის ბერლინის ესე იგი ეს არის ივნისი 87 წლისა და ეს არის ბერლინის 750 წლის ხდება იმ წელს 87 წელს ბერლინი და ამ ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვა და მიხაილ გორბაჩოვს მიმართავს ამ სიტყვით 89 წლის მაისში საბჭოთა კავშირში ხო ამ ყველაფერს ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეგრე მაგის პასუხია ბევრს არ მოგწონთ მესმის ედუარდ შევარდაძე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოთა კავშირში 85-დან გენშერის ვაკაციო ასე რომ ამბობთ გენშერი საგარეო უწყების ხელმძღვანელია გერმანიაში დასავლეთ გერმანიისა
კანცლერი არის კოლი მოგეხსენებათ, ედუარდ შევარდნაძის აქვს მჭიდრო ურთიერთობები დასავლეთთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უკვე შემდგომ პერიოდში როცა ის საქართველოს პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი გახდება, მაგრამ აი საბჭოთა კავშირის პერიოდზე ვსაუბრობთ, აქვს ურთიერთობები ბეიკერთან, მანამდე რეიგანის ადმინისტრაციასთან, სხვებთან და სხვებთან და ხო, და ესე იგი 89 წლის მაისში საბჭოთა კავშირში მიმდინარე პერესტროიკის შედეგად გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პარტიორმა ვარშავის პაქტის წევრმა უნგრეთმა მეზობელ ავსტრიასთან მოშალა საზღვრები, რომ იცოდეთ მაინც ვინც ნამყოფია ავსტრია-უნგრეთის საზღვარი ძალიან საინტერესო მონაკვეთია, სხვათა შორის ავსტრია ნეიტრალური ქვეყანაა დღემდე, ეგ რა მაგის პასუხია, უნგრეთი კი მიუხედავად იმისა, რომ ორბანია მოსაცილებელი ორმტროვას ხელი ორბანი მისი მმართველი ნატოსა და ევროკავშირის წევრი და მოკლედ ეს საბჭოთა კავშირი უკვე 91-ში ინგრევა და საქართველოს აღიარებაც, უკრაინის აღიარებაც 91-ის მიწურულს და 92-ის დასაწყისში ხდება, ხოლო 99 წლის 22 დეკემბერს მიმოსვლისათვის საბოლოოდ გაიხსნა ბრანდენბურგის კარიბჭე, რომელზეც გადიოდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზღვარი, ბერლინის კედელი კვლავ იდგა ერთი ხანობა, ნაწილი ყოველ შემთხვევაში და მეორე ისევ მისი და საბოლოოდ დაინგრა და ფრაგმენტები ბევრ თქვენგან შესაძლოა მართლაც აქვს და ასე შემდეგ. ეხლა ტიკარაძე ჟუჟუნა კი არა ეკა, ხო? ეკა ვახსენე, ანუ ეს პაჟი, სუსტი კი არა მონა, მიზინა ივანიშვილისა და აკი გითხარით, რომ მე ვახსენებ მეთქი შალვა პაპუაშვილი მონასაც, მთელი მსოფლიო ყველა ვინც საკუთარ თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს, ყველა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც ესწრებოდა იმ პროცესს, ვინც იყო იმ დროს დასრული ან არასდროსული განვადებული, ვინც მერე დაიბადა, აც გარდაცვლილებიც, აი 99 წლის ნოემბრიდან 90-დან ვინც გარდაიცვალა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მიესალმება და მომავალშიც რასაკვირველია დადებითად ისაუბრებს ბერლინის კედლის დანგრევაზე, როგორც ასეთზე. პაპუაშვილამდე უნდა მივიდე, აკი გითხარით. ყველა მთელ მსოფლიოში ცხადია თუ არა ხარ რუსი, პირდაპირი მნიშვნელობით იმპერიალისტი რუსი, ანუ პუტინი გამოპუტინებული, გამოდუგინებული, გამოლავროვებული, ან არა ხარ ქართულგვარიანი, სომხურგვარიანი, ყაზახურგვარიანი, რა ვიცი, თუ გლებავთ რომელიმე ევროპული სახელმწიფო, ესტონურგვარიანი, სადღა არის ესტონურგვარიანი რუსები, მაგრამ მაინც, რა ვიცი, ავსტრიულგვარიანი, გერმანულგვარიანი, ესპანურგვარიანი თუ ამერიკულგვარიანი რუსი. ანუ იმპერიალისტი თუ არა ხარ, ყველა მიესალმებოდა და მიესალმება ბერლინის კედლის დანგრევას. ბერლინის კედლის დანგრევა არის მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაწყებული ცივი ომის დასრულებას შემდეგ დაწყებული ცივი ომის დასრულება არის უზარმაზარი მსოფლიო მე-20 საუკუნის ყველაზე აი სამ უზარმაზარი მოვლენა ამბავი იყო მე-20 საუკუნეში და ერთ-ერთი თუ მესამე არა, თუ მეორე არა, მესამე მაინც არის. ესე პირველი მსოფლიო ომი, ეს არის მეორე მსოფლიო ომი 39-ში 45-ში დაწყებული 45-ში დამთავრებული და ბერლინის კედლის დანგრევა. ანუ ცივი ომის დასასრული და ასე შემდეგ და ბერლინის კედლის დანგრევა როგორც სიმბოლო. ყველა მიესალმება ნებისმიერ ქვეყანაში. აი პუტინი არ მიესალმება, პუტინმა 2007 წელს თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო ყველაზე დიდი გეოსტრატეგიო-პოლიტიკური ტრაგედიაო. პუტინი თუ არა ხარ და გამოპუტინებული, ანუ გამობიზიდებული, ანუ გამოჩრდილოეთ კორეებული, ხო? ბუნებრივია რომ არ მიესალმები. მაგრამ როცა გერმანიაში დამთავრებული უნივერსიტეტი, ან ორი წიგნი წაგიკითხავს, ან სხვაგვარად ვიტყვი. შეიძლება თუ არა სუვერენულ ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიულობაზე, ცივილიზებულობაზე პირველ ყოვლისა და ასე შემდეგ თავისუფლების იდეალების მცველობის პრეტენზია აქვს, თქვას ამ ცივილიზებული ქვეყნის რომელიმე ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარემ მაგალითად, რომ ჩრდილოეთ კორეა არის კარგი ქვეყანა. წარმოუდგენელია, ყურში უნდა მოკიდო ხელი და გააგდო. კიტლაყით მეთქი ბოდიშებთ ასე აუგვირდება ბევრს. შეიძლება თქვა არა ვინმე თქვას, რომ ირანში რაც ხდება, რასაც ჩადის ახლა აიათოლების რეჟიმი, ეს არის კარგი, ანუ ხრეტენ ადამიანს 20,000 კაცი ამბა. ვინც ამას იტყვის, გაბედავს, უნდა მოხკიდო ხელი და გააგდო. კიტლაყით ან ყურში უნდა მოხკიდო და კეფაში მიარტყა მეთქი, ასე ვიტყვი. პუტრირებს ცხადია, ალბათ ძალადობას უნდა აუწდეთ, რასაკვირველი, მაგრამ უნდა გააგდო. ვინ ამბობს იმას, რომ ირანში რაც ხდება არის კარგი? რუსეთის კი ვერ ბადავს, მაგრამ აიათოლების რეჟიმს უჭერს მხარს. ესენი აიათოლების რეჟიმს ვერ უჭერენ მხარს, მაგრამ აი ვერც გმობენ, გაჭედილები არიან როგორც ყველაფერში ან ბევრ რამე.
და ასე შემდეგ. წარსულზე შეიძლება თუ არა თქვა, რომ ჰიტლერს რომ გაემარჯვა, ჰიტლერს რო გაემარჯვა, ეს იქნებოდა კარგი. ამას ვერ იტყვი. მიუხედავად იმისა, რომ მე პერსონალურად მაქვს ნათქვამი, რომ საქართველოსთვის იქნებოდა კარგი არა ჰიტლერის გამარჯვება, არამედ ჩვენ რო არ ყოფილიყავით საბჭოთა კავშირში, საერთოდ გადავრჩებოდით იმ ხელა მსხვერპლს. რაც სტალინმა დაგვაწია თავს, ხო? ეს იქნებოდა კარგი, იმიტომ რომ 21 წელს ჩვენო დამოუკიდებლობა შეგვენარჩუნებინა და სტალინის რუსეთი არ შემოთრეულიყო. მაგრამ აი ჰიტლერს გაემარჯვა, მას მაინც ვერ ვიტყვით, ხო? კარგი იქნებოდა. ვერ ვიტყვით. და ასე შემდეგ. ვინც ამას იტყვის, იმასაც უნდა მოკიდო ხელი და გაათრიო და ჭიტლაღი აგვათხო. შალვა პაპუაშვილი ბედავს და ამბობს შემდეგ სიტყვას და ეს კი აღმოვაჩინეს სრულიად შემთხვევით. რა ქვია? ისა, რა ქვია მერაბს? აგვარია. მერაბ მეტრეველის კედელზე, რომელიც თავის მხრივ მერაბ მეტრეველი აზიარებს დავით ზურაბიშვილის, ანუ დათო ზურაბიშვილთან აღარ მიძებნია და აღარ მომაძებნია, რომ შესაძლოა ეს სტატუსი სულაც არ არის და არის კომენტარი და ანუ სადღაც დატოვა დათომ ეს კომენტარი ვიღაცას მიუწერა, რომ თურმე დათო ზურაბიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვაია პაპუაშვილს უთქვამს შემდეგი რამ, ჯერ იყო და GDR, ანუ გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაკარგა სუვერენიტეტი დასავლეთ გერმანიასთან შეერთებით და ახლა მოლდოვაც, ანუ მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანებაზეა სავარაუდოდ ლაპარაკი, ამავე გზაზე, ახლა მოლდოვაც ამავე გზაზე დგას. ეს უთქვამს თურმე პაპუაშვილს. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ გვყავს ტიპი, გავანებოთ რომ რუსეთის აგენტი არის, გავანებოთ რომ ბიზნეს აგენტია და გამობიზნებულია არის. ეს ყველაფერი ტიპი გვყავს ხელისუფლებაში, პარლამენტის საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, საპარლამენტო რესპუბლიკის ხელმძღვანელი არის ბანდიტი, რომელიც ყველაფერთან ერთად, გარდა იმისა, რომ მსახურია რუსეთისა, ანტიდასავლელია და ასე შემდეგ, ყველაფერთან ერთად ეს ტიპი, ეს ბანდიტი საკუთარ თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ვარშავის პაქტში რო იყო შეთრეული საბჭოთა კავშირის მიერ და იყო ერთიანი სოციალისტური ბანაკის წევრი და შესაბამისად ჯერ სტალინის და სტალინის შემდგომ პერიოდში უკვე ხრუშჩოვის, ბრეჟნევის და სხვათა ანდროპოვის და სხვათა მფარველობის ქვეშ, რომელსაც კომუნისტები მართავდნენ, ხო, აი კომუნისტები, საშინელი კომუნისტები მართავდნენ, რომელშიც მოქმედებდა შტაზი, ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი და ყველაზე რეპრესიული უსაფრთხოების უშიშროების სამსახური აღმოსავლეთ გერმანიაში მოქმედი, რომელსაც ყავდა უზარმაზარი აგენტურა და რომლის აგენტურასაც ახლაც ეძებენ, ეგრამაგის პასუხია აღმოსავლეთ გერმანიაში და ბევრ პოლიტიკოსი უბრალოდ აღარ დავასახელებ, ამ დღევანდელ პოლიტიკოსი ამბობენ, რომ ისინი შტაზის აგენტი, შტაზის გამოწვრთნილები არიან, აი ეს ბანდიტი შალვა პაპუაშვილი თქვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ თავს უფლებას აძლევს თქვას, რომ გერმანიის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ერთობის შედეგად სუვერენიტეტი დაკარგაო. იფიქრე ქოცო, ასე ამბობენ ჩემი ფართო სარაცნობოდან ქართული ოცნების წინააღმდეგ წასული პირები, ანუ პირები, რომლებიც აკრიტიკებენ, ან არ ეთანხმებიან, არ იწოლებენ ქართულ ოცნებას, ბიზნეს ივანიშვილის ბანდიტად მიიჩნევენ. იფიქრეთ მართლა, ვის ხელში აღმოჩნდით და იფიქრეთ იმაზეც, რომ ამგვარი ღირებულებების პირების დატოვება საქართველოს მმართველობაში ყოველ საათობრივად საქართველოს აკარგინებს რამდენიმე წელს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სწორი ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მართებული, აი ძირითად საკითხებზე მაინც შეთანხმებული და ღირებულებებზე დაფუძნებული ღირებულებების პრინციპებით ხელმძღვანელობა და ისე მართვა ქვეყნისა და ბანდიტ პაპუაშვილს, რომელზეც ახლა ვიტყოდი, რომ შტაზის აგენტია მეთქი, მაგრამ არ ვიტყვი, ის FSB-ის აგენტია, მაინც ამავე აზრის რჩები, აბა FSB-ის აგენტი თუ არა ხარ, ამას რა გათქვევინებს შალვაია პაპუაშვილო შენ. ნახვამდის.